ამოცანა 1.19 განსაზღვრეთ პროპორციის უცნობის წევრი. პირველი x გაყოფილი 12-ზე უდრის 10 გაყოფილი 5-თან. როგორ განსაზღვრეთ პროპორციის უცნობის წევრი? იდეურად ნამრავლი ანუ აქედან x უდრის 12-ჯერ 10 გაყოფილი 5-ზე, 5 და 10 უკვე 2, ან 12-ჯერ 2 უდრის 24-ს. მეორე 15 გაყოფილი 8-ზე უდრის 45 გაყოფილი 10-ზე. ანუ 15-ჯერ x უდრის 8-ჯერ 45-ს. აქედან x უდრის 8-ჯერ 45 გაყოფილი 15-ზე. 15 და 45 შევკვეცოთ და არის 3, 8-ჯერ 3 არის 24. შემდეგი 27 შეფარდებული 18-თან უდრის x შეფარდებული 0.4-თან. უბრალოდ 2.7 შეფარდებული 1.8-თან უდრის x შეფარდებული 0.4-თან. აქ კიდურა წევრები 2.7 და 0.4-ია, შუა წევრები 0.8 და x. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯვარი დინი ნამრავლი არის ერთმანეთის ტოლი. ანუ x გამრავლებული 1.8-ზე უდრის 2.7 გამრავლებული 0.4-ზე. აქედან x უდრის 2.7 გამრავლებული 0.4-ზე და შეფარდებული 1.8-ზე. წინმე გადავიტანოთ თითო ციფრით მარჯვნივ მნიშვნელში და მრიცხველში, ანუ 27 ჯერ 0.4 შეფარდებული 18-თან. 18 და 27 შევკვეცოთ არის 9-ზე ზემოთ 3-ია, ქვემოთ 2, 0.4 2-ზე რო გავყოთ 0.2-ია, ანუ 3 ჯერ 0.2 არის 0.6. და დაგვრჩა მეოთხე x გაყოფილი 2.2/3-ზე უდრის 6.3 გაყოფილი 18-ზე. აქაც კიდურა წევრების ნამრავლი უდრის შუა წევრების ნამრავლს. ანუ x ჯერ 1.8 უდრის 2.2/3 გამრავლებული 6.3/4-ზე. წილადებად გადავაქციოთ 10 წილადები და შერეული რიცხვები. 1.8-ს მაგივრად 18 მიათედი, 2.2/3-ის მაგივრად 8/3, 6.3/4-ის მაგივრად 27/4. აქედან 8/3 რო გავამრავლოთ 27/4-ზე იქნება 18, იმიტომ რომ 3 და 27 შეიკვეცებ, აქ დაგვრჩება 9, 8 და 4 რო შევკვეცოთ, აქ 2 დაგვრჩება 2-ჯერ 9 არის 18. შემდეგ 18 უნდა გავყოთ 18/10-ზე. ანუ 18 გავამრავლოთ 10/18-ზე და პასუხს მივიღებთ 10-ს.